ასეთი ოფისი თავისუფლებაზე სხვა არ არის. შემოვედით ოფისში, რომელიც 90-90 კვადრატია, როგორც ხედავთ, გვაქვს 3 დიდი მაგიდა და ასეთი მაგარი კომფორტული მოსასვენებელი სივრცე, რომელიც შეგიძლიათ ასევე მისაღებში გადაიტანოთ. გადავიდეთ აივანზე და გაჩვენებთ, ჭერი დაინახეთ, დარწმუნებული ვარ. გადავიდეთ აივანზე და გაჩვენებთ, სად ვართ ზუსტად. ხმას არ ვიღებ, 0 კომენტარი, იმიტომ რომ გასაგებია რომ ხედავთ თავისუფლების მოედანს. ასეთ ლოკაციაზე, ასეთი ლამაზი ოფისი ისტორიულ შენობაში საოცარი ჭერის სიმაღლით და აი ამ ისტორიული ბუხრით დარწმუნებული ვარ, ნანახი არ გექნებათ. გადავინაცვლოთ მისაღებ სივრცეში, როგორც ხედავთ, ჩვენ გვაქვს აქ ძველ თბილისური მაღალი კარები და reception area თავის მარმარილოს ზედაპირით. გადავიდეთ ახლა meeting room-ში. აი ასეთი შუშით გადატიხრული meeting room-ი ალბათ არ გექნებათ, იმიტომ რომ რკინის ჩარჩოებში და ეს არ არის სტანდარტული თანამედროვე ოფისის შუშის ტიხრები. ეს არის აი ასეთი კომფორტული მისაღები სივრცე meeting room-ი თავისი ჩაშენებული კარედით. ახლა გადავიდეთ პატარა სამზარეულოში. ნახეთ. აი აქ მინდა ფუსფუსი. წამიყვანეთ ჩემი ოფისიდან, მომიყვანეთ აქ, იმიტომ რომ აქ გვაქვს ჭურჭლის სარეცხი მანქანა. მარტო ეს შეიძლება იყოს ერთადერთი მიზეზი, რატომაც უნდა შევიცვალო ოფისი. თუმცა მე თქვენ დაგიტოვებთ ამ შესაძლებლობას, აქ გვაქვს ასეთი ლამაზი ოქროს კარედები, Samsung-ის მიკროტალღური ღუმელი, რაც ყველაზე მეტად მომწონს არის აი ეს ბარის მაგიდა. ასევე აქ გვაქვს სველი წერტილი, რომელიც საკმაოდ მყუდროა და არავინ ხელს არ შეგიშლით. და გადავიდეთ დამალულ სივრცეში, რომელიც არის ანტრესოლის ტიპის. ახლა ავიდეთ ანტრესოლზე და გაჩვენებთ ამ სივრცეს. ნახეთ, სად ვარ ახლა, ამ კიბებით ამოვედით ასეთ პატარა მყუდრო ოთახში, რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ კაბინეტად, ან გასაუბრებების ჩასატარებლად, ან ქოლების გასაკეთებლად. თუმცა მე აქ უკვე ჩემი კაბინეტი დავჭავშნე. დამირეკე, რადგან